ვაჟა ფშაველა, ალუ და ქეთელაური. მთაში, სადაც კანონზე უფრო მკაცრი ტრადიცია, სადაც მტერი ყოველთვის მტერია, სადაც ღირსება სისხლით იზომება. ერთმა კაცმა გაბედა და ამ წესს დაუპირისპირდა. მისი სახელი იყო ალუ და ქეთელაური, მამაცი, ამაყი და ძლიერი მეომარი. მისი სახელი მთებში უკვე კარგად იყო ცნობილი. ამბობდნენ, რომ ბრძოლაში არავის ეპუებოდა. ერთ დილას ხმა გავარდა, ქისტებმა საქონელი მოიტაცესო. ალუ და ქეთელაური, თემის საამაყო ვაჟკაცი, დიდხანს არ დაფიქრებულა. აისხა იარაღი, გადაიკიდა თოფი და მარტო გაჰყვა მთრისკვალს. მან არხოთის თავზე მიასწრო ორ ძმას, მუცალსა და მარგიას. პირველი ტყვია ალუდასი იყო. მარგია იქვე დაეცა, უსულოდ. მაგრამ მეორე ძმა მუცალი სულ სხვა გამოცდა აღმოჩნდა. ბრძოლა სასტიკი იყო. ქარი ზუზუნებდა, კლდეებს შორის ტყვიების ზუზუნი ისმოდა და მთები თითქოს თვითონაც უყურებდნენ ამ დაპირისპირებას. ამ ბრძოლაში ალუდა შეხვდა თავის მთავარ მოწინააღმდეგეს, ძლიერ და მამაც ქისტ მეომარს. ალუდამ დაუმიზნა და მუცალი მძიმედ დაჭრა. ტყვიამ მუცელი გაუგლიჯა ქისტს. მიერი სხვა კაცი დაეცემოდა, დანებდებოდა, მაგრამ მუცალი არ დანებდა. ცალი ხელით ჭრილობა დაიფარა, მეორეთ კი თოფი დატენა. ის არ კვდებოდა მანამ, სანამ ბოლო ტყვია არ ესროლა მტერს. სიკვდილს თვალებში უყურებდა და არ ახამხამებდა. როცა მუცალი საბოლოოდ დაეცა, მთებში სიჩუმე ჩამოწვა. ალუდა მივიდა გვამთან. წესისამებრ ხანჯალი უნდა ამოეღო და მარჯვენა მოეკვეთა. ეს იყო ხევსურის ღირსების დასტური, გამარჯვების ნიშანი, რომელიც ხატის კედელზე უნდა ჩამოეკიდა. ალუდამ ხანჯალი იშიშლა, მტრის მკლავს დაადო, მაგრამ ხელი გაუშეშდა. მან დახედა მუცლის გაყინულ სახეს და მასში მტერი კი არა, უდიდესი ვაჟკაცი დაინახა. ვაჟკაცო, ჩემო ძმობილო, ნეტავ შენ არ მომეკალი, ამოიოხრა ალუდამ. მან პირველად იგრძნო, რომ ამ მკვდარ კაცთან უფრო მეტი საერთო ჰქონდა, ვიდრე ბევრ თავის თანასოფლელთან. მან ხანჯალი ქარქაში დააბრუნა, მარჯვენა არ მოკვეთა. მტერს პატივისცა და ისე დატოვა. ხევსურების წესის მიხედვით, ალუდას უნდა მოეჭრა მტრის ხელი და სოფელში გამარჯვების ნიშნად მიეტანა, მაგრამ ალუდამ ეს არ გააკეთა. როდესაც ალუდა სოფელში დაბრუნდა, ყველა ელოდა გამარჯვების ნიშანს. მაგრამ როცა გაიგეს, რომ მან მტრის ხელი არ მოიტანა, სოფელი აღშფოთდა. ეს წესის დარღვევაა, ეს სირცხვილია. ასე არ იქცევა ნამდვილი ხევსური. მაგრამ ალუდამ შვიდად იდგა და თქვა, მტერიც კაცია, მასაც აქვს ღირსება და ვინც ღირსებას არ ცემს პატივს, თავადაც კარგავს მას. ბერდია თემის უხუცესი განრისხდა. ქისტი ძაღლია, როგორ გაბედე ძაღლის დაზოგვა. დაპირისპირება პიკს აღწევდა. ხატობის დღეს ალუდას თხოვეს, მოზვერი დაეკლა და ღმერთისთვის მადლობა შეეწირა. ალუდა მივიდა ხატის კართან, აღმართა ხელი, მაგრამ ლოცვა, რომელიც მის ბაგეებს მოსწყდა, ყველასთვის თავზარდამცემი აღმოჩნდა. ეს მსხვერპლი მუცლის სულს მოხმარდეს, იმ ურჯულოს, ვინც ჩემს ხელში დაიღუპა. მთელი თემი ერთ კაცად აღსდგა მის წინააღმდეგ. ცვალებელია, ბჯულის გამტეხია, ყვიროდნენ ისინი. სასჯელი უმკაცრესი იყო, მოკვეთა. ალუდას სახკარს ცეცხლი წაუკიდეს, საქონელი დაურიგეს ხალხს, თავად კი სოფლიდან გააძევეს. მას წაართვეს ყველაფერი, სახლი, მიწა, სახელი. ალუდა მარტო დარჩა. მთაში, ქარში, სიჩუმეში. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ის არ ნანობდა. რადგან მან აირჩია არა ტრადიცია, არამედ ადამიანობა. ვაჟა ფშაველა ამ ნაწარმოებით ამბობს, რომ ინდივიდი ხშირად უფრო მაღლა დგას, ვიდრე ბრმა ტრადიცია. ალუდამ დაარღვია დაწერილი კანონი, რათა დაეცვა დაუწერელი, უფრო დიდი კანონი ადამიანობისა და სამართლიანობის. გამოიწერეთ არხი მეტი ზღაპრული სამყაროსთვის და გააქტიურეთ ზარის ღილაკი.